Alhamdulillah, wassalatu wassalamu ala rasulillah. Აგზელებთ ისევ ჩვენი წიგნიდან ჰადისების გაკითხვას. ეს ინშალლაჰ წავიკითხავთ ჰადისებს დუჰა ნამაზის შესახებ. عن معاذ ابن أنس الجهني رحمه الله رضي الله عنه أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال معاذ بن جهني أقول لك الله مسكان قد مقسمت روم الله شو والمتك ومن قعد في مصلاه حين ينصرف من صلاة الصبح وينت დილის ნამაზის დასრულების შემდეგ დაჯდება იმ ადგილას ისევ დარჩება სადაც დილის ნამაზი საბაჰ ნამაზი ილოცა حتى يسبح ركعتي الضحى لا يقول إلا خيرا غفر له خطاياه وإن كانت أكثر من زبد البحر იმ ადგილზე დამჯდარი დარჩება და დუჰა ნამაზის მოსვლამდე იქ დაელოდება. თქონდა იქ დუჰა ნამაზის მოსვლამდე ტყუილა არ ზის, არამედ ზიქრით, დუით არის დაკავებული. ამ შემთხვევაში მას შეცდომები ეპატიებაო შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ ბრძანებს. თუნდაც რომ მისი შეცდომები ზღვის ქაფზე უფრო მეტი იყოს. ჰადისი გადმოცემულია იმამ აბუ დაუდის სუნენში. მომდევნო ჰადისი عن الحسن ابن علي رضي الله عنه قال حسن بن علي გადმოგცემს რომ سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول ეს حسن بن علي حضرت علیის შვილი حسنია. მე გავიგონე ალლაჰის შუამავალი ამბობდა, ანუ თავის ბაბუაზე, რომ მისგან მოვისმინე ასეთი რამე. მენ სალალ غداة ثم ذكر الله عز وجل حتى تطلع الشمس. ვინც საბაჰ ნამაზს ილოცავს და ამის შემდეგ მზის ამოსვლამდე ზიქრს გააგრძელებს. ثم صلى ركعتين შემდგომ ორ მოხს ილოცავს. أو 4 ركعات ან 4 ილოცავს. لم تمس جلده النار ميس سخيولس جهنمي سيسخلي არ წიეკარება. حديثي إمام بيحقيس კრებულში არის გადმოცემული. عن أنس بن مالك رضي الله عنه قال أنس بن مالك გადმოგცემს რომ حديثي გადმოცემულია إمام ترمذي's კრებულში სუნენში قال رسول الله صلى الله عليه وسلم الله شواموال متقوى من صلى الفجر في جماعة وين ديليس نماز أنو صباح نماز جماعة ارتد إلوتسوس ثم قعد يذكر الله شمدقم دجدبا دا ذكر سكاكزلبس حتى تطلع الشمس زيس مسلمده ثم صلى ركعتين شمدقم اور مخصلوتساوس كانت له كأجر حجة وعمرة اس مستويس حاجو بيستا عمرس كاكتبيس قولا مدلي كنبو قال رسول الله عليه الصلاة والسلام دا حديثيس გადმომცემმა أنس بن مالك ما ასევე დასწინა რომ შუამავალმა ასევე თქვა რომ تامتين أنا سرولقوبيلي حاجيس دا سرولقوبيلي عمراس مادل خازغاس ميتكو كده حديثي عن أبي درداء رضي الله عنه أبو درداء قد مكتمس أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال from الله شوام والمت وإن الله عز وجل يقول وجلات وزنايسي الله سبحانه وتعالى زانبس سارس قدسي حديثي ابن آدم آدمي شويلو
لا تعجزن من 4 ركعات من أول النهار. დღის დასაწყისში, დღის პირველ მონაკვეთში 4 მუხლის ლოცვა ნუ შეგეზარება. ეკფიკე ახირეჰუ, თუ კი შენ ამას ილოცავ, ეს შენ მთელი დღის განმავლობაში მოსაგები ნაფილე მადლისთვის საკმარისი იქნება შენთვის. იმდენად ძვირფასი ნამაზი. عن بريدة رضي الله عنه قال بريدة قد مقسمس سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول ما قاويقون الله شو موالي أنببدا في الإنسان 360 مفصلا أدميانشي ساموتسي سخساري أرسبوبس فعليه أن يتصدق عن كل مفصل منه بالصدقة. და ყოველი მათგანის სანაცვლოდ ადამიანის ვალია ღიურად სადაყა გაიღოს, მოწყალება გაიღოს. ეს ადრესი ჩვენ ადრეც გვაქვს საკითხული. ანუ ის ნახეთ ახლა ეს რაზე მიუთითებს. შეიძლება პირდაპირ განმარტების გარეშე პირდაპირ გაუგებარი იყოს, რომ სახსარი რა შუაში. ახლა წარმოიდგინე რომ ხელი, ფეხი, ორგანოები სახსრების გარეშე რომ ჰქონდეს, ასე გაშეშებ რამეს ვერ გააკეთებ. ეს ყველაფერი ნიამეთია ალლაჰისგან, რომ ასეთი მოქნილი ხელი გვაქვს, ფეხი გვაქვს, წელი გვაქვს და ორგანოები, რომლითაც 1000 რაღაცას ვაკეთებ და ამის შესაძლებლობა გვაქვს. ხო? ანუ პირდაპირ სახსარზე კი არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ეს ნიამეთია ალლაჰისა. და თითოეული ნიამეთის ამ ჯილდოს საჩუქარის სანაცვლოდ სადაყა უნდა გაიღოს ადამიანმა ალლაჰის მიმართ მადლიერების ნიშნად. شوموالي صلى الله عليه وسلم بزنس. قالوا إقوبب موتخرس شومواز ومن يطيق ذلك يا نبي الله. إي الله شوموالو أماس وين شدزلت غشي ساماس ساموتس صدقة رافرون دا غايغوز كاتما وين شودليا إسا وين أريسا ستيو. قال ما نتخرى النخاغة في المسجد تدفنها وشيء تنحيه عن الطريق. ამ ყველაფრის სანაცვლოდ ნახე იმ 360 სადაყას უდრის მეჩეთში რომ რაიმეს გავარდნილ ნაგავს რაიმეს ისეც ნახავ და იმას აიღებ და გაიტან მეჩეთიდან მეჩეთის სისუფთავეს დაიცავ ესაო და კიდე გზაში გამლელს რომ აწუხებს ისეთი რამე ქვაგდია, სტეკლოგდია, ან რაღაცა არის და იმას აიღებ და გზიდან მოაცილებ, რომ გზაში გამლელმა თავისუფლად და ლამაზად რაჰათად გეაროს. ამას რომ გააკეთებო იმ 360 სადაყას უდრის ისა. فإن لم تجد თუ კი ამის გაკეთების საშუალება ვერ ნახე. فركعتا الضحى تجزئونك. تجزئك. თუ კი ამის საშუალება არ გექნებაო, 2 მუხლი დუჰა ნამაზი ამ 360 სადაყას უდრის. ანუ სადაყით რას ვაკეთებთ, რა ვთქვით, რომ ღმერთმა ჩვენს სხეულში, ჩვენს ორგანოში ამდენნაირი ნიამეთი მოგცა. ამის სანაცვლოდ მადლიერება რომ გამოვხატოთ, ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ჩვენგან მოელის სადაყა გავიღოთ. სადაყა არ არის მარტო ფულით გაღებული. შუამალისაცუს დანებს რომ როდესაც გაღიმებული სახით შეხვდები შენ ძმას ლამაზად მიესალმები ისიც სადაყა არის. გზიდან გამლელი შემწუხებელი რამის აღებაც სადაყა არის. და ასე შემდეგ. ამით გადაიხდი ღმერთის მიმართ მადლიერებას, რომ შენს სხეულში ამდენი სიკეთე, ამდენი ჯანმრთელობა და ამდენი ჯილდო გიბოცა. თუ ამასაც ვერ არ შეგიძლიაო, მაშინ დუჰა ნამაზი ილოცე 2 მუხლიო და იმ 360 სადაყას ისუდრის. ანუ ნამაზის ლოცვით გადაუხადე ჩვენს გამჩენს მადლობა, რომ ასეთი ჯანმრთელი და სრულყოფილი სხეული გიბოძა. عن أبي هريرة رضي الله عنه قال أبو هريرة قد مكتمس
قال رسول الله صلى الله عليه وسلم الله شوما والمتقوى من حافظ على شفعة الضحى غفرت له ذنوبه وإن كانت مثل زبد البحر. Wins duha namazis or mukhls daitsavs dacvashi ra gulისხმობს ცი 1001 ილოცა კი არა ანუ უმეტესად ლოცვილობს შეიძლება ხა ყოველდღე ვერ ილოცოს მაგრამ უმეტესწილად ლოცვილობს იცავსო ამ ნამაზს იცავსო ამ ფერკაცს ითქვა ვინც ამ ნამაზს დაიცავსო შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალემ ძანებს მას ცოდვები ეპატიება თუნდაც რომ ზღვის ქაფის ოდენა ცოდვები კონდეს მას კიდევ ერთი ჰადისი عن أبي درداء رضي الله عنه قال أبو درداء قد مكتمس قال رسول الله صلى الله عليه وسلم الله شوما والمطوى من صلى الضحى وينس إلو تساوس دوحاس ركعتين اور مخلات لم يكتب من الغافلين غافل شوريس أنو أقورد غيبو أقوليس قروتا شوريس سار چاي تيربو ومن صلى أربعا كتب من العابدين وينس أتخمخسيلو تساوس إيس ختيس مصابب شوريس چاي تيربو ومن صلى ستا وينس اكسيلو تساوس كوفي ذلك اليوم إيس ميستويس أم دغس ساكماريسي იქნება საკმარისი იქნება იმას არ ნიშნავს რომ ფარძის ლოცვა აღარ უნდა. ფარძს გამოსავალი არ აქვს. ფარძი ისედაც ყველანაირად სათვალავშია და ანუ ნაფილეს სახით ზედმეტად სალოცავი რაც არის იმის იმას რა ქვია საზღაურს გააკეთებს. ანუ იმ დღეს მას ვარ რამე ნაფილეს სახით რომ წარილოცოს ეს მისთვის საკმარისი იქნება თუ კი 6 მოხსაათავებს დუჰასო. ومن صلى 8 كتبه الله من القانتين. ხოლო ვინც 8 მოხლად ილოცავს ალლაჰი სუბჰანაჰუ ვა თაალა მას მორჩილთა შორის ჩაწერს. ومن صلى 12 بنى الله له بيتا في الجنة. ვინც 12 მოხლად ილოცავს ალლაჰი სუბჰანაჰუ ვა თაალა მას მორთულ მოკაზმულ საცხოვრებელ და თავის სამყოფს დაახვედრებს ჯენნეთში. وما من يوم والليل إلا لله من يمن به على عباده وصدقة. არ არსებობს ისეთი დღე რომ ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას თავის მსახურებზე სიკეთე და მოწყალება არ მოეღოს. ანუ ყოველდღიურად მართლაც ვღებულობთ ალლაჰისგან სიკეთეს რომ ჯამთელი ვიღვიძებთ იმანზე ვიღვიძებთ რიზღი გვაქვს სარჩო გვაქვს მშვიდობა გვაქვს და რა ვიცი რომ დათვლაზე რომ მიდგეს ვერ დავთვლით იმდენ ნიამეტით დილასთან თვალს ვახელთ იმდენ ნიამეტით შემოსილი და შემკობილი ვართ თუმცა ადამიანი რამდენად უმადურია დათვლაზე რომ მიდგეს ვერ ჩამოთვლის იმდენი ნიამეთი აქვს ალლაჰისგან მიღებული. თუმცა შეიძლება რაღაცა რამდენიმე თითზე რომ ჩამოთვალო, შეიძლება ცალი ხელის თითზე საკმარი მასქნას აქვია დასათვლელად ადვილი იყოს, მეორე ხელის დახმარება აღარ დაჭირდეს, იმდენი რაღაცა არ ქონდეს მას. სამაგიეროდ, აგერ 100 მიღებული აქვს. 100-დან 5 ვერ მიიღო თქვათ რაღაცა. იმას ივიწყებს იმაზე მადლობას არ იხდის და ამ 5-ისთვის წუნებს. ასე ვარ. ჩვენ უფრო მეტი მიღებული გვაქვს ალლაჰისგან, ვიდრე რაც არ მიგვიღია. რაც არ მიგვიღია იმას ვეტირებით და რაც რომ მიღებული გვაქვს იმის სიტყვის იმას გემოს ვერ ვიღებთ. არადა ჩვენ იმას უნდა იმით უნდა დავტკბეთ იმ ნიამეტით, რაც ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ჩვენთვის მოცემული აქვს. შუქური უნდა ვუყოთ და როგორც ყურანი ქერიმში ბრძანებს, თუ კი მადლობას გადამიხდით მე თქვენ აუცილებლად მოგიმაგრებთ. გავაგრძელოთ ჰადისი. وما من الله على أحد من عباده أفضل من أن يلهمه ذكره. და
Allah subhanahu wa ta'ala ყოველ დღიურად, ყოველი დილით ათასობით ნიამეტს აძლევს Allah subhanahu wa ta'ala ინსანსო, თუმცა ზიქრის ჭუაზე რომ დადგება ადამიანი და დილდილაობით ზიქრს აკეთებს, იმაზე უფრო ძვირფასი ნიამეტი არაფერი არ მიუცია ადამიანისთვის Allahსო. ზანებს შუამავალი. უზენა ესმა Allahმა subhanahu wa ta'ala ყველა ჩვენგანი დაგვაჯილდოვოს ამ ნიამეტით.